სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ფუნქცია არის სახელმწიფო უსაფრთხოება. თუმცა დღევანდელი მოცემულობით ამ სტრუქტურას თავისი ძირითადი ფუნქცია აქვს დაკარგული. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის ბიუჯეტი 2024 წლის პროექტის მიხედვით 205 მილიონი ლარია, ორიენტირებულია არა სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, არამედ პოლიტიკურ პოლიციაზე, ოპონენტების დევნაზე. ანუ მთელ ამ სტრუქტურას დაახლოებით 3800 ადამიანზე მეტი მუშაობს ამ სტრუქტურაში, სახელმწიფო და ერთი ადამიანი იყენებს არა სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის, არამედ პოლიტიკური ოპონენტების დევნისათვის. მაგალითად, მთელი ამ წლების განმავლობაში არა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამჯერ მინიმუმ დაიწყო გამოძიება გადატრიალების მუხლით, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და გადატრიალების მუხლით, მაგრამ ვერც ერთხელ ეს გამოძიება ბოლომდე ვერ მიიყვანა. რატომ? იმიტომ რომ უსაფუძვლოდ დაიწყო, საფუძველი არ ჰქონდა. ანუ ფაქტობრივად მოიგონა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნის მოსახდენად, ანუ ზეწოლის მოსახდენად. თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში, აი 12 წლის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გამოუვლენია არც ერთი ჯაშუში. ანუ როგორ შეიძლება ამ სტრუქტურამ, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, 12 წლის განმავლობაში რუსეთის ვერც ერთი ჯაშუში ვერ გამოავლინოს. ანუ ეს ნიშნავს რას? რომ მთელი ეს სისტემა, რომელიც ჩამოაყალიბა ქართულმა ოცნებამ, გადაქცეულია პოლიტიკურ პოლიციად. მისი ძირითადი ფუნქცია არის არა უსაფრთხოება, არამედ პოლიტიკური დევნა, ოპონენტებზე ზეწოლის განხორციელება და არჩევნების, ასე ვთქვათ, ძალადობრივი გზით მოგება ქართული ოცნების მიერ. მეორე ძირითადი ფუნქცია, რაც ამ სტრუქტურას აქვს, არის ანტიკორუფციული საკითხები. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს მათ შორის ანტიკორუფციული ფუნქცია დღეს მინიჭებული. თქვენ გახსენდებათ რომელიმე კონკრეტული საქმე, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა კონკრეტული მინისტრი ან დეპუტატი ქართული ოცნებიდან ან უბრალოდ მაღალი თანამდებობის პირი, როგორ შეიძლება 12 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვერ გახსნას ვერც ერთი დიდი სისხლის სამართლის საქმე კორუფციასთან დაკავშირებით. კორუფციას რომ მიაქვს ქვეყანა, მათ შორის ელიტური კორუფცია რომ არის გამეფებული, არა, რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? რატომ არ მუშაობს ამ მიმართულებით? ამას აქვს ერთადერთი ახსნა. ის ასრულებს არა კანონის მოთხოვნებს, არა კონსტიტუციის მოთხოვნებს, არა თუნდაც საზოგადოების მოთხოვნებს, არამედ ერთი ადამიანის და ერთი პოლიტიკური სისტემის მოთხოვნებს. პირველ რიგში პრობლემა არის პოლიტიკური ნების არარსებობა. თუ ჩვენ კოალიციური მთავრობის წევრები შევთანხმდებით იმაზე, როდესაც გავიმარჯვებთ და როდესაც საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, არა, რომ არ უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პოლიცია, რომ მართლმსაჯულება უნდა დაიცალოს პოლიტიკური კონტექსტისაგან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირეული რეფორმა უნდა მოხდეს, მაშინ ამას მივახცევთ და ეს არის სწორედ ჩვენი სურვილი. წარსული შეცდომების გათვალისწინებით ჩვენ მივიღოთ ისეთი უსაფრთხოების სამსახური, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებზე მორგებული და რომლის ფუნქცია არ იქნება პოლიტიკური დევნა. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის მიზანი რა არის, არა? ჩვენ ვართ პრეზიდენტის ქარტიაზე ხელმომწერი პარტია. ჩვენ ამ ხელმოწერით დავადასტურეთ ამ პრეზიდენტის ქარტიაში განსაზღვრული კონკრეტული, მათ შორის სამართლებრივი საკითხების რეალიზების სურვილი. ერთ-ერთი ასეთი არის სუსისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირეული რეფორმა. ანუ ეს ორი სტრუქტურა უნდა დაექვემდებაროს არა რომელიმე პოლიტიკურ კონიუნქტურას, ან ერთი კაცის ახირებას, არამედ კანონს და კონსტიტუციას. სინამდვილეში სამართალდამცავი ორგანო უნდა გახდეს საქართველოს მოქალაქის მთავარი მოკავშირე. რაც ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთ ძირითად ფუნქციას, ანტიკორუფციულ სამსახურს, ჩვენი აზრით ანტიკორუფციული სამსახური უნდა ჩამოყალიბდეს ცალკე სტრუქტურად. პრეზიდენტის ქარტიაშიც ეს წერია, რომ ჩამოყალიბდეს ცალკე უწყებად ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება არა პრემიერის წინაშე, როგორც დღეს არის, არამედ პარლამენტის წინაშე. სწორედ პარლამენტში აირჩევა ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც განახორციელებს მთელ რიგ ანტიკორუფციულ ღონისძიებებს. მე პირადად მგონია, რომ პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. თუმცა ეს შეთანხმების საგანია და პოლიტიკური კონსენსუსის საგანია.
თავარი ძირითადი პრინციპი არის რა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაიცალოს პოლიტიკური გავლენისაგან. და ამის გარანტი იყოს ერთი მხრივ კანონმდებლობა, მეორე მხრივ პოლიტიკური ნება და მესამე მხრივ რეფორმათა პაკეტი. ამიტომ ჩვენ როგორი სახის რეფორმა გვექნება საბოლოო ჯამში? ჩვენ დაგვჭირდება რა თქმა უნდა პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა. თუ აი ამ მთელ ამ პაკეტში ხომ პარლამენტის როლი გაიზრდება და პარლამენტს ექნება რა თქმა უნდა მაკონტროლებელი ფუნქცია კიდევ უფრო მძლავრად, პირადად მე მგონია რომ ეს შესაძლოა მათ შორის იყოს გარანტი იმისა, რომ ეს სტრუქტურა თავის საქმეს შეასრულებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაზრდის ურთიერთკონტროლისა და ბალანსის ფუნქციას ის თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მისი უფროსი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და მისი არჩევის წესი იქნება იმგვარად მოწყობილი და ორგანიზებული, რომ მაქსიმალურად იქნება ის რისკები დაზღვეული, რომელიც დღეს მრავლად არის. ზოგადად საპარლამენტო კონტროლი გულისხმობს მათ შორის ოპოზიციის ჩართულობას ამ კონტროლში. იმიტომ რომ თუ უმრავლესობის წევრები იღებენ მონაწილეობას საპარლამენტო კონტროლში, ის სრულყოფილი ვერ იქნება. ამიტომ მას სჭირდება ასევე ოპოზიციის ჩართულობა. და ოპოზიციის ჩართულობა სხვადასხვა დოზით არის შესაძლებელი. და ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ სხვადასხვა ქვეყნის დემოკრატიული, სამართლებრივი და განვითარებული ქვეყნის მაგალითებია რა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა. აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში ძირეული რეფორმა სამართალდამცავი ორგანოებისა და მართლმსაჯულების. რატომ? იმიტომ რომ მოქალაქე, რომელიც დადგება სახელმწიფოს პირისპირ, ამ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ იპოვის სამართალს სასამართლოში, იპოვის სამართალს პოლიციაში და მასზე არ განხორციელდება ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან.